დეფიციტური პროფესიების კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფა სახელმწიფო უმცროს ექიმებს პერსპექტივას სთავაზობს. ახალი პროგრამის შესახებ ნინი მაისურაძე გიამბობთ. 9 წელია მუშაობ უმცროს ექიმად და დიდი სურვილი მქონდა რომ მემუშავა რეანიმაციაში. ამ სურვილის რეალობად ქცევის შესაძლებლობას სახელმწიფო უმცროს ექიმებს 2026 წლის 1 ოქტომბრამდე აძლევს. ეკა გორგოძის მსგავსად საკმარისი გამოცდილებისა და სტაჟის მქონე მედპერსონალი რეზიდენტურაზე სწავლის გარეშე შეძლებს სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლით დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება მოიპოვოს. კერძო კლინიკებში გადასახადები იმდენი არის, რომ მან მქონდა იმის საშუალება გამეგრძელებინა სწავლა 2 წლის, 3 წლის უკან ჩავაბარე რეზიდენტურა, მისრულდება ეს სურვილი, მაქვს საშუალება ჩავაბარო გამოცდა და ვიყო ლიცენზირებული ექიმი. კარგი და დიდი შანსი არის ჩვენთვის, უმცროსი ექიმებისთვის, ვისაც დიდი გამოცდილება გვაქვს კლინიკაში მუშაობის და ვერ ვახერხებდით რეზიდენტურის გავლა სხვადასხვა მიზეზების გამო. დეფიციტური სამედიცინო მიმართულებების კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტება რეგიონებში გამოწვევაა. ხელისუფლების მიზანი კი მოქალაქეებისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე თანაბარი წვდომაა. დეტალების განსახილველად ჯანდაცვის მინისტრი და პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე ჩხობაძის სახელობის კლინიკის თანამშრომლებს შეხვდნენ. განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პროფესიებში არსებული დეფიციტების საკითხის განხილვა და იმავდროულად, რა თქმა უნდა, სამედიცინო პროფესიათა შორის იმ საკითხების განხილვა, რაც უკავშირდება იგივე უმცროსი ექიმების სტატუსს, რეზიდენტურის სტატუსს. ეს არიან ადამიანები, რომლებმაც არაერთი სიცოცხლე გადაარჩინეს, არაერთი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთეს და ექიმის პროფესიას ღირსეულად ემსახურნენ იმ პერიოდში, როდესაც სუფევდა კოვიდი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ამ დეფიციტური პროფესიის ექიმები რეგიონებში, მათ შორის ქუთაისშიც იგრძნობა და დარწმუნებული ვარ, ისინი წარმატებით ჩააბარებენ სასერტიფიკაციო გამოცდას და რამოდენიმე მიმართულებით ნამდვილად დეფიციტური პროფესია იქნება შევსებული. სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლისთვის მკაცრი კრიტერიუმებია განსაზღვრული. წარმატებით ჩაბარებული საკვალიფიკაციო გამოცდა, შესაბამისი სტაჟი და შესრულებული სამუშაოს დეტალური ანგარიში. თითოეულ კანდიდატს პროფესიული განვითარების საბჭო ინდივიდუალურად განიხილავს. მათ უნდა ქონდეთ ჩაბარებული საკვალიფიკაციო გამოცდა, სტაჟი არჩეული პროფესიის რეზიდენტურის პროგრამის შესაბამისი, ასევე ასისტენცია თუ ქირურგიულ საქმიანობას ეწეოდნენ. თუ აქვთ მათ რაიმე საერთაშორისო და სამეცნიერო კვლევითი მიმართულებით ნამუშევარი. ახალი პროგრამა უმცროსი ექიმებისთვის, კარიერული ზრდის კლინიკებისთვის კი დეფიციტური მიმართულებების გამოცდილი სპეციალისტებით დაკომპლექტების შესაძლებლობაა.